გამარჯობა მეგობრებო, დღეს კალათბურთის ცხარე ჩელენჯებს შემოგთავაზებთ. სადაც ვასა იქნება სტუმარი და რატი ჩვენი ძმა. არა, ვასა ჩვენი ძმა არის. ძმებო, ხო ხართ კალათბურთის ხასიათზე? კი, თავისთავად. სულ გვაქვს 5 ჩელენჯი, სიცხარეების მიხედვით 5. საინტერესოა. მარტივით დავიწყოთ, მარტივით. ხარესთან ვერ მეგობრებო. ყველაზე რთული დავამთავროთ, ხო? ყველაზე რთულით რა თქმა უნდა, მაგრამ ძეც არის. არა, უყურებ ხა და კაიდრო არ გვეწერია. თითო რაუნდში იქნება 2 დამარცხებული. ერთი გამარჯვებული ავტომატურად, ხო? და ის 2 ჭამს ცხარეს, ხო? კი, რა თქმა უნდა, ჭამს ცხარეს და მერამდენი რაუნდში გაიმარჯვებს მონაწილე, დაემატება მაგდენი ქულა. ანუ მეოთხე რაუნდში თუ გაიმარჯვე, დაგემატება 4 ქულა. მაყურს თუ ვიგებთ, მაყურს. საბოლოო ჯამში არის 1000 ლარი, მეგობრებო და Nice. საცალკე ვართ ყველა, კი ერთმანეთის წინააღმდეგ და მეგობრებო, ამასობაში გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო. ბიჭების არხი აღწერაში იქნება Hungry Man-ი და რატის ბარის არხი. პირველი ჩელენჯი იქნება საჯარიმოდან სროლები. საიდანაც თვითონ მოთამაშე 5 ბურთს ისვრის. დავიწყე. მოდი ვასა შენ დაიწყე. აი 5 ბურთს მაო დაგილაგებ. მზად ხარ და დაიწყე მაო. წავიდა. კი ბატონო. ოპა. ჰო. ჩადვი რა? არა. კაია. 3-დან 0 მინდა. აჰა, ძმა მე მოგცე. კაი, რას დამსინჩე? გონი აქ ეგ არის რა, მეცანცარებიან რაღაც და ვერ ვისწრებ. თორე ნახე შეხედე. თუ თვლი რომ ვასამ ეს სამქულიანი ჩააგდო და ლაიქი, ხოლო თუ თვლი რომ ვერ ჩააგდო და კომენტარი და პასუხს ვიდეოს ბოლოს გაიგებთ. მოგდეთ, ესეთი ამბავია, ხო? ანუ ვასა მოჭველი პირველ ჩანს მოჭველი ჭამს, ანუ ერთ-ერთ, ანუ 10 სროლიდან ეხა ჩათვალე. მაშინ რა უნდა მოხდეს? ერთი უნდა ხო, ჩავარდო. რა, რომელიმე ვერ უნდა ჩავარდოთ, რომ ვინ შეჭამს ხალხს, აი მაგალითად ნახოთ. ერთამ ოპა. შევერე შეჭამ. არა, აგე. მომე, აქ ძია მარტო ფეხბურთი კი არის ის. ვაიმე ამეჭრა. შე 4-დან 2, ხო? მომე რა ვითომ ისხარ. ემბი დააგდე და ისე. აუ რას პროფესორო ფისროლი და 5-დან 2, მაგრამ შენ ვერც ეს ვერ ჩააგდე. 5-დან 3 უნდა ჩააგდო რომ მოიგო, 2 ჩააგდო ნიში არის. ხო? რატი ნახე? ეს 2 სუფთა. 3-დან ხერც. ეს 3 სუფთა. შეჩემა. რა ჩეთი აქვს ჩართული. ეს 4. მეგობრებო, მე-5-ესაც თუ ჩავაგდებ, გამოიწერეთ ხიდეს შესარხი აუცილებლად. ოპა! 5-დან 5. მირთვით ბიჭებო, მირთვით. აი, კარგი კვიშა. მიდი. ეგ და ერთიც კიდე. საღოლ ბიჭო, შენ რა ისროლე? გამივარდა ძმა. და მე არ ვიცი, ეს 2 ხელით არ ვიშვა ცხოვრებაში. ეხლა თუ გადავწყვიტე ამის. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ზაზა ფაჩულიას აკადემიას, რომ დაგვითმო ეს საკალათბურთო მოედანი და ზაზა ფაჩულიას აკადემია კიდევ გაიხსნა გრწანიშში და 2015 წლიდან ზრუნავს ზაზა ფაჩულიას აკადემია. მომავალ კალათბურთელებისთვის და ძალიან დიდი რესპექტი ჩვენგან. შემდეგი ჩელენჯი კი იქნება +10 მხედველობის სათვალით გასვლა ფართან. თვითონ მოთამაშე გავა 3ჯერ და ვნახოთ ვის უფრო კარგი მხედველობა აქვს. 3 სხვადასხვა წერტილია და მოდი დავიწყებ. ვაიმე! არა. არა ჩავარ. აუ თვალები მაგრად. ვაიმეს. კევინ დურანტ. აუ რა ძალიან ცუდია აი და მე რა არ ნახე. შემდეგი ვიქ აუჩი შემი. ძალიან ცუდია. აი მენა. ბიჭო როგორ ჩააგდე თამით? მენა. ვასიკო. ბიჭო იმას პლუსი აქვს მგონი და მაგითო ჩაყარა ამდენ. აბა! მიდი. ჩააგდო. ოპა, 3-დან ჩავარდა, ვერ ვხედა. პროსტა ვისწრი. მაგრამ
რადგან ორი აგებს აგებული გაქვს, ხო? წავაგე. ცოტა გავწვიდოთ, აბა ერთ. ოპა, ეგ დაო, მეგრულ. აი ცოტა დავიწყებ. ცხარეა, ცаад. მაგარი ცხარე. დედოს ფიცავ. მიდი შეჩება, შებერე. ცოტა კაი რძე იქ არის და თუ გინდა მე. რატი დაიწყე, რატი ხა მეორე ვინ შეჭავს მე. აх, ჩემი კაი, რა ცუდისა. ჰოპა! დამატებითებზე გავედი იქ. ავაცილე რა, ლოყებზე მინდოდა და ავაცილე. რადგან ფრემორჩა, საჯარიმოდან ვისვრით, როგორც არის წესი, ორი ვისვრით. გავიგოთ ვის შეხვდება ეს თუ. არ გირჩევ. ძალიან ცხარე, აი ძალიან. ვასაც გაუჩა. ძალიან ცხარე წეკა გამოდგა. ეს ბოლოზე უნდა დაგეყენებია. ოპა! ჩააგდო. ბოლომდე უნდა ჭამოთ. ბიჭო, თვალები თავრო მეხუაღონ მართლა. აუ, რა მაგა დავამუღამე, ოღონდ მართლა დავამუღამე. просто რა ხარ. დაერხა, აი, ჯერ არ იცის როგორ დაერხა просто. კარგია. სალატი ასწორებს ხოლმე, მაგრამ ამ ხელად ძალიან ცხარე არის. ვერც თვითავა ენა მეწვის, აი ისე რომ ვერ ვლაპარაკო. ენა მაგ თაკი. აი. აუ, ცუდად როგორ მართლა. მეგობრებო, მესამე რაუნდი კი იქნება ორქულიანის პერიმეტრზე არის განთავსებული 10 ბურთი და ვინ უფრო მეც ჩაყრის. ხელის შეშლა შეიძლება მარტო ბურთით ძმებო და არა ხელით. კი ბატონო. ჩაირთვება ერთი წუთი. მეგონი ჯობს რომ მე ჩემს სროლებს მივხედავ ვიდრე ხელი შეგეშალო, ხო? ნახოთ რა, ნახო. ეგ უკვე არ ეგ სტრატეგია თქვენ უნდა გამომუშავოთ. ნახოთ და მე მაქვს ორი ქულა, რატის ერთი ქულა. თანწუხაროდ ვასაც ყველაფერი წინ მაქვს, ესე შევაფასებ ჩემს. ამაში თუ მოიგებს 3 ქულა გაქვს. ერთი წუთია დრო. 3 2 1 ვაიმე, საიდან მომწე? ესა შეუჯობა კერდა. ხელთ არა შეჭა. წავაგი ამის. 14. ეს 14 ჩავაგდე. ატრაგებს. შეძმოსი. შეშ. ეს 14 ჩავაგდე. ეგრე დავცვალე. მეგობრებო, ვასამ ჩააგდო 14 ქულა, მე 5 ჩავაგდე თუ 6 არ ვიცი და რატიმას 14-ა. მოდი გადავამოწოთ ვიდეო რეფერით. ვასამას 14 დათვალა, მეც 14 დავთვალე. არ ვიცი, შეიძლება ერთით მეტი, ერთით ნაკლები ისეთი ამბავი იყო. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ხიდაში ყველა ვარიანტში გავარდა, იმიტომ რომ 5-6 ქულა ჩააგდო და 30 წამი გვექნება და 30 წამში ვინც მე ჩაყრის, უფრო მარტივად დავიწყოთ. დავაი, ხაზე. ზუსტად მაგას კონდეს. ხაზე დაალაგდით. 3 2 1. აუშ! ორი. მოიგო. ბურთი გადავიდეთ რაღაც ქენით. 3. აკე. ვაი! აუ, ჩემი რები ვერ ჩავყარე. რები ვერ ჩავყარე. 10 წამი და 8. 6. 7. არა, წავაგე აზრია. არა, მორჩა ჩაყარა. გამაზე ბევრი რა. თავიდან ბევრი გამაზეჩი. აუ, იმენა სუშის ჭამა მინდა და ეგარ შემხვდა. ცხარე არ ამგონია რა იყოს. წამოიღო? ანუ არ შევისვით ხო? ვაიმე! ვებაშეს. აი ბრიდა. აუ ეს რა იყო ცუდა იმას მართლა ვერ შევჭამ თუ უმეზე ცხარე იყო მართლა ეხა 4-იანს ვიც მოიგებს და მე 600-იან 500-ს ვიც მოიგებს გაიმარჯოს იმასაც მესამე ჩელენჯი მოიგო ვასამ მეგობრებო ქულებს შეგახსენებთ 3 2 1 ჯერ ყველაფერი წინა წინ მე-4 რაუნდი და მე-5 რაუნდია მე-4 რაუნდი იქნება ძმებო 8 ბურთია მოთავსებული 3 ქულიანებზე და 40 წამში თქვენზეა დამოკიდებული ვინც მე თუ გინდა ხო 3 ჩააგდა ნელა ჩააგდა დრო არის 40 წამი კი ბატონო ვასამ დაიწყოს ეს ჩელენჯი და დრო არის 40 წამი ენა მეწვის ძალიან ცუდად ხო ვასა ემზადება 3 2 1 მომწონს
ოპა! ბიჭო რა არის თო? ო, რა ჩააგდო? ეი, გაასწორა ხელი. ვა, საუ. ხადა, აუ რა ვიჩქარე ბიჭო, არ ვიცოდი. კაი ბიჭი ხარ? ძალიან კაი ბიჭი ხარ? მე მაძლევს პასებს. ეხაც კაი ბიჭი ხარ? ჩავარდი ხო? ეს ხო უეჭველია, ბიჭო. ვაიმე! ბიჭი ხარ? 3 და 3, ხო? ეხაც კაი ბიჭი ხარ? ხო, ბიჭო. აუ, კაი რა. სული კულა კაია. სული კულა კაია. აუ, კაი რა, უფრო მწარე მიწევს. ოღონდ ეგ არ ჭამოეხა მე. არ ვიცი, რაღაცა უნდა ვქნა. კაი, ესე იგი, ვასამ ჩააგდო 2, ხიდაშამ ვერც ერთი ვერ ჩააგდო 8-დან და მინიმუმ 2 მინდა რომ აუ, მე უკვე წავაგე. მაინც ვიყო რა. კუჭი მეტკინა ძალიან. აი, შენ თუ 3 ჩააგდე საღუს, მაგრამ აი, ხელები ესე ამიწევია, ოღონდ მართლა. 3 თუ ჩააგდე. ვაიმე. დრო რამდენია? 27 წამია. აიმე! ვაი აღარ ეს გაგშაჟე. აღარ არის. აუ კუჭი მეტკინა ძალიან. მეგობრებო, მორჩა ფრე რატის და ვასას შორის. ეხლა 30 წამში იქნება 5 ბურთი განაწილებული და მოდი გავიგოთ თუ ვინ გაიმარჯვა მე-4 რაუნდში და 4 ქულა ვის დაემატება. ვასა, დაიწყე ძმაო. დამითვალეთ და 30 წამი გაქვს. ვაიმე. ფუჩ. არა რა. აიჭრა. ვაუ, ეცი. აუ ბიჭო ძალიან სუდა თვალე რა კუჭი მტკივა ძალიან. როგორმე ერთი უნდა ჩავაგდო, ძალიან მტკივა ბიჭო ეს კუჭი. ვაიმე, ორივე ამოვარდა. გადაყრებს არ ვარ ხო? ვაიმე, ამწარია, ბიჭო. ჭამე. მოდი აქ, მოდი, არსად არ წახვიდი, ჩაყლავი პირი გაავი. ჩაყლავი და პირი გაავი. აუ, ძალიან. დაბრედოა. ენა მინდა ჩავყამაშ და ვატრიან. მაგრაც ვლადი რამ ცხარეს. ბიჭო, ცხარესა ვერ ვარ. აღარ გააკეთო აწეს. ისე დავაგრა ქულები რომ ამ რაუნდს ვინც იგებს, ეხა მე-5-ს ის იგებს თამაშს. 3 ქულა მაქვს მე, 2 ქულა აქვს ხიდაშას და 5 ქულა აქვს რატის. 5 ქულიანი უნდა ბოლო. დავიწყეთ. რა თამაში გვაქვს? ფარე ბახვეული. ფარე ბახვეული საჯარი. რა რაუნდია მე-5? ფარე ბახვეული საჯარი მოედა. თვალი რომ გააღო შენ და ისე რომ ძალიან ცხარია, ბიჭო. მის რა იყო წეგა ის ტობასო თუ რაღაცა ვაი. მეგობრებო, მე-5 გადამწყვეტი რაუნდი. ენა მეწვის ძალიან. მე კუჭი მტკივა მაგრად. მე ხოზე ვარ და მაშინ უნდა მოვიგო ხო წესით? ვინც მოიგებს, იგებს თამაშსაც და 1000 ლარს. და გამოიწერეთ არხი, დააფასეთ ეს. რავი, ცუდად ვარ, მართლა ძალიან ცუდად ვარ და მოდი პირდაპირ დავიწყოთ და ძმებო, 3 საჯარი მოსროლა იქნება თვალი ბახვეული. კი ბატონო. დაიწყებთ თუ არა იყოს. კაი, მე დავიწყებ მაშინ. მეგობრებო, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. რამდენი სიცრუს? 3. ერთი. ხომი არა. ვაი, მეჩიმით. 2. ხო. ვაიმე. ის რო თუ ისო. ისურე მომეც მალე მოვჩიჩი. 1.
აი ეს გაუვარდება ეგ არა. ორი. ერთი მაინც უნდა ჩავაგდო და ერთი თუ ჩააგდე მოიგე. მაგრამ ძალიან ურთულესი მისიაა, რა ვიცი. არა, მაშინ სამართლიანი გამარჯვება იყო გილოცეს, მა 1000 ლარი მოიგე. ბრავო რა. აუ და ეხა ეს მოვჭამოთ. არბი ოჯახიდან გადის 1000 ლარი და არა, რა თქმა უნდა, ჩელენჯმა შესრულდეს. რატი გაიყვანა ეგრევე, კაროჩე, მაგ წილში რა. კუჭი რო ძალიან გილოცავს. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა შენ რომ მოხვედი. ჩემი ძმა ხარ სულაც. ენაცვა. დაჯექი შეჩემო, მიდი მოიწესო. მაგრამ უნდა მიირთვა და რა. მე გამოიწერეთ არხი, ვასა 50000-ზე ავდი. 50000-ზე რო ვადიხარ. რას აკეთებ? რას თავაზობ? გამოწერებში იქნება. მე მინდა რომ შენ რას რას შევთავაზე? ჩელენჯები იქნება, ჩელენჯებში ვინც გაიმარჯვებს იქნება ფულადი პრიზები, ტელეფონები გათამაშდება და ბევრი რამ. იქნება. შენ რომ დაიჩელენჯო თავიდან რა, აი წარბები რო რაღაც რამე რო. აი 100000-ზე თქვი რომ 100000 არ უნდა რა. არა 100000-ზე უნდა ავიდე, 100000 და მიღირს. აი ესე ჩამომივა, მე უკვე ბათონი რო ჩამო, მაგასაც უკვე აი ესე შევიჭრით მასას და თემსაც მიაყოლე. მეგობრებო, გამოიწერეთ ანგრიმენის არხი. ჩემ გამოწერეს გთხოვთ, იცი რომ ყველას გამოწერილი რომ გამეცინა რა. გამოიწერეთ არხი და ხიდოთა გამოიწერეთ მაგარი კაცია და მაგარ საქმეს აკეთებს. აი ხალით. და დიდი მადლობა. 50000 საბი უკვე ძალიან კაია და ციფრია. მე ეხა 500-ზე ავდივარ და აი რაღაც ეგეთ მომში რო ვიქცა შეგიძლია. ბიჭო, არა 50000 საბი მართლა არ არის ცუდი. 10%-ია უკვე იმის რაზეც აუდი. მეგობრებო, გამოიწერეთ არხი ჩვენი ძმების ანგრიმენის არხი, რატის ბარის არხი, ჩემი არხი გამოიწერეს. დიდი მადლობა ZPA-ს, ზაზა ფაჩულეს აკადემიას და დროებით. რა დროებით დაამთავრე. ეს ვიყიდეთ ბაზარში. სამეგრელოში არის ბებო თურმე. ესეთი სიცხარის ჯერ არ საქართველოში. და აღარ მო მოდი ამაები, აღარ დამიძახ ხო აღარ აზრი. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება და თუ გამოიცანით გილოცავთ. ოპა, არა, ამის არ უმართლებს უბრალოდ. მოგოდი რა შენიყავ მეორე. ეს ამას რა ქვია, ვასა კალადბურთის იმას რა ქვია ამას? პარკეტი. არა. ჰარი ჰარალე